თამარ სანიკიძის განცხადებით აუდიტის სამსახურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მნიშვნელოვანი სისტემური დარღვევები აღმოაჩინა. დარღვევების შესახებ მონაცემები კი შესაძლოა პროკურატურას გადაეგზავნოს. ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდეს ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა. ბუბა კუდავამ საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მგზავრობა გამოთქვა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი ახალმა ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემაც გააკეთა. დარღვევები არის, კითხვის ნიშნები არის სისტემური სახის დარღვევებიც, რომელსაც აუცილებლად არ მხოლოდ გამოსწორება ჭირდება, არამედ სისტემის შესვლა ჭირდება იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული. მე საერთოდ ისტორიკოსი ვარ და ისტორიის სახელმძღვანელოებში წამიკითხავს, რომ არავის ამ ქვეყნად არ შეერჩენია არც ალადობა, არც უსამართლობა, არც მართალი კაცის დევნა. და ყველაფერს ისტორია თავის ადგილს უჩენს. უბრალოდ თუ კი ადრე ამას ჭირდებოდა 10 წლეულები და 100 წლეულები და დიდი დრო, დღეს უკვე 21 საუკუნეა და ყველაფერს ძალიან მალე ერქმევა ხოლმე თავისი სახელი. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და არ ამგონია რომ ბუბას თავისი საქმით რაღაცა პროკურატურამდე მეეყვანა საქმე. არ ამგონია, მე არ ვიცი, მე პირველად გუშინ ვიღაცა მითხრა ტელევიზიაში მოისმინე, მე პირადად არ მომისმინე.